სამი ტიპის საუზმე, რომელსაც შეუძლია მთელი დღე აგიბუჩოს. არადა შენ ეს ყველაფერი ჯანსაღი გქონია. აქვე შეგახსენებ, რომ შეგიძლია პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერო. ან ჩემს ბიოში არსებულ ლინკზე გადახვიდე და შეავსო კითხვარი, რომლითაც ჩემთან კონსულტაციაზე მოხვდები. პირველი ესაა მიუსლი. ანუ შვრიის ფანტელი ხილის ჩირთან ერთად. შვრიის ფანტელი ისედაც მარტივი ნახშირწყლებია და მას თუ შაქარს დაუმატებთ, ეს საერთოდ კალორიების ბუმი იქნება. მეორე, ეგრეთ წოდებული ხლოპიები. ანუ ეს არის ბურბუშელა, რომელსაც მშრალად ყრიან ჯამში და მერე ძესასხამენ ხოლმე, თითქოს იმისთვის რომ დარბილდეს. მას ის ხრაშუნის ეფექტი რო გქონდეს, მაგისთვის უმატებენ სიმინდის სახამებელს. შეგიძლიათ წაიკითხოთ შემადგენლობა და ნახავთ. სიმინდის სახამებელი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და არასასურველი პროდუქტია, რაც კი შეიძლება რაციონში შედიოდეს. და მესამე, სოსისი. თუნდაც დიეტური, თუნდაც ქათმის, სოსისი ჯერ ისედაც თლად სასარგებლო და სასურველი საკვები არ არის და მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სადაც კვების ინდუსტრია საერთოდ კატასტროფის პირასაა მისული, რის გამზადდება ეს სოსისი არავინ არ იცის. თუ გაინტერესებს, როგორ ისაუზმო სწორად, ისე რომ ჯანმრთელი, ბედნიერი და ენერგიული იყო მთელი დღის განმავლობაში. მომწერე, მოდი ვილაპარაკოთ.